წინა ვიდეოს გაგრძელება გამოდის, მე-10 სავარჯიშოს განვიხილავთ. საკოორდინატო სიბრტყეზე დახაზულია ტეხილი, იპოვეთ ტეხილის წვეროების კოორდინატები. ესე იგი, აქაც კონკრეტულ წვეროებს, აი ახლა ეს არის სავარაუდოდ პირველი წვერო. შევუსაბამებთ კოორდინატებს. მართობი რომ დავუშვათ, იქნება -4 და 2. შემდეგი წერტილის კოორდინატი არის 0 - 2. შემდეგ გვაქვს 2 - 3. -3 - 4. ანუ ვხედავთ როგორ ვაკეთებთ, ხო? მართობებს, წარმოსახვით მართობებს უშვებ ახლა მე. რეალურად შეიძლებოდა რომ ეს ყველაფერი კარგად გამეფერადებია და გამეკეთებია, მაგრამ ცოტათი ვჩქარობ. -3 - 4 და აი ამ ბოლო წერტილის კოორდინატი ხომ ჩამოდის x ღერძზე 6 ერთეულში. და ზედა კოორდინატი 1 იქნება. ეს არის მე-10-ა. გადავდივართ B-ზე. B შემთხვევაში ტეხილის გვერდების OX ღერძთან გადაკვეთის წერტილის კოორდინატები. ანუ აქ სადაც იკვეთება -2, 0, ანუ აუცილებლად y 0 უნდა იყოს, ხო, რადგან გადაკვეთა. შემდეგი წერტილი OX ღერძთან გადაიკვეთა აქ 1 0-ში. დაახლოებით, ზუსტად 1 არ ეთყობა, მაგრამ ცოტა ნაკლები ჩანს, მაგრამ ჩვენ დავამრგვალოთ. შემდეგი წერტილი არის 3 0. და ბოლოსკენ გვაქვს, ესე იგი ის თუ 6 იყო, 5,5 მიათედი და 0. აი ასეთი კოორდინატები არის B-ში. ეხლა G-ში გვთხოვენ OY ღერძთან გადაკვეთის კოორდინატებს. სად მოხდა OY ღერძის გადაკვეთა? ერთადერთი აი აქ. -2 0-ში. გადაკვეთის წერტილის. თან აქვე წერია მხოლობითში, თუმცა რომ დავაკვირდე B-შიც მხოლობით რიცხვში ეწერა. კარგით, ანუ ღერძ სადაც კვეთს, მხოლოდ ეს წერტილია. მოდი ამ ამოცანაშივე გავაგრძელოთ მე-11-ეს ამოხსნა. მე-11 არ არის გასაკეთებელი, თუმცა მე-11-ში OX Y სიბრტყეზე იპოვ მოცემული წერტილი, სიმეტრიული წერტილი, ხო, რადგან მოცემულობა არ გვაქვს სრულად, ამას ვერ გავაკეთებთ. მოდი ამ ვიდეოს ცალკე შევინახავ და მე შემოგთავაზებთ მე-18, მე-20-ს და 23-ს.